სასამართლოს შენობისთვის ნასროლი კვერცხები და ბლოკირებული შესასვლელი ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია. გადადგეს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი და დაისა ჯონ გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელები, რომლებიც ჯეირანაშვილმა უდანაშაულოდ ცნო. ადგილობრივები ბორჯომის პოლიციის ძველი უფროსისა და 4 ყოფილი სამართალდამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას პოლიტიკური მოტივითა და გარიგებით ხსნიან. ამ ვერსიას ჯეირანაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ახლო კონტაქტებზე გავრცელებული ინფორმაციაც ამყარებს. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ხის 12 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეებმა მოძალადე პოლიციელების განთავისუფლება, მოსამართლის კაბინეტის ფანჯრების მიმართულებით კვერცხების სროლითა და სასამართლოს შენობის პიკეტირებით გააპროტესტეს. აქციას სასამართლოსთან ყოფილი პატიმრებით შეუერთდნენ, რომელთა მტკიცებითაც მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის მიერ მათ მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენის გამო ციხეში წლები გაატარეს. ლიმოკები ჩამილაგეს ჭურში, ჟავის ჭურში, კრაოტის ბავშვის კრაოტის ქვეშ დამიტეს ავტომატი და გამასამართლამ დაამპალმა ნაგავმა გარეწარმა 2 წელი. იცოდა რომ მე უკანონო პატიმარი ვიყავი. იცოდა, მაგრამ მაინც მომცა სროკი და 2 წელი გამასამართლა. სულელი, რომელსაც 4 კაცი მოკლა, გარეთ გამოუშვა და გაჭირებულმა პატარა ბავშვებს უკური მოიპარა, 7 წლის ციხეში ამსწრა და მithხოვთ სამართლიანობის აღდგენას. დაუყოვნებლივ აღადგინოს სამართალო, ჩვენ თავზე პასუხს არ ვაგებთ. ახალციხეში 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გახდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული საგანგებო ბრიფინგის თემა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პოლიციას მართლმსაჯულების წარმომადგენელთა დაცვისკენ მოუწოდა. მე მოვუწოდა პირველ რიგში პოლიციას, რომ გამოძიებულ იქნას ეს საკითხი და კაცრად კანონის ფარგლებში კაცრად დაისაჯოს ის პირი, რომელმაც ეს ქმედება ჩაიგუნა. მე მინდა განვაცხადო, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ერთადერთი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებით და ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვანაირად არ შეიცვლება. დღესვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციამ ახალციხის სასამართლოსთან დღეს მოხდარი ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო. ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით აღძრეს. ამ დროისათვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება. ახალციხის სასამართლოს თავმჯდომარემ გაუპატიურებაში, შანტაჟსა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული 5 პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან 3 ივლისს გაათავისუფლა. ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა და ამავე პოლიციის 4 თანამშრომელმა ძიების ინფორმაციით ბაკურიანში მცხოვრები 25 წლის ახალგაზრდა გააუპატიურეს. აღნიშნული ფაქტი დაზარალებულმა რამდენიმე თვის წინ მეცხრე აქთან დეტალურად გაიხსენა. იქ ჰქონდა ფაქტს სიგარეტის დადება ყურზე, საჯდომზე სკამის ბოთლის მიდებას და სკამის ფეხით გაუპატიურებას. 1-2-ჯერ მცემეს, შემიყვანეს ტუალეტში ცხვირპის დავიბანდი სისხლიანი ვიყავი, გამოვიდოდი, ჩემი ცემა გრძელდებოდა მიახლოებით 3 საათი, 3-4 საათი. უშუალოდ თვითონ ღებულობდა მონაწილეობას. თვითონ ცემაში ღებულობდა მონაწილეობას. ადროსაც სურათები გადამიღეს სახეზე, საჯდომზე ყველგან და აქ სურათების როდესაც ნახა და მემუქრა, ამ სურათებს გამოგიკრა ბაკურიანში ცენტრში. პროკურატურის მტკიცებით ხვედელიანისა და 4 პოლიციელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში უტყუარი მტკიცებულებები დევს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ დაკავებული 5 პოლიციელიდან 3-მა დანაშაული სასამართლოს ხდომაზე აღიარა, თუმცა მოგვიანებით უარყო. ახალციხის საოლქო პროკურორი მოსამართლე ჯეირანაშვილს გარიგებაში ამხელს. გივი პაპუაშვილი მოსამართლესთან არაოფიციალური შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. შეხვედრა ნამდვილად ეხებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც ის შეხვედრა მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით, რომელმაც საუბარში გითხრა და გვირჩია, რომ კარგი იქნებოდა თუ გაფორმდებოდა საბჭოს შეთანხმება ყველა ბრალდებულთან არასაპატიმრო სასჯელზე. რადგანაც ბუნებრივია, ჩვენ კატეგორიული ვარიანტი განაცხადეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ისე, რომ არასაპატიმრო სასჯელი იქნებოდა არაადეკვატური ქმედებებისა, რა ქმედებებშიც მათედებოდა ბრალი. მოსამართლე ჯეირანაშვილის კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა დღეს ირმა ინაშვილმა და გოგა ხანიბრავამ. მე მაგ ძალიან
დასაბუთებელი ეჭვი იმასთან დაკავშირებით და ამას ღიად ვაცხადებ, რომ ეს არის კორუფციული გარიგების ფაქტი. ჯეირანაშვილსა და ხვედელიანს შორის წლების მანძილზე არსებობდა პირდაპირი კავშირი და ჯეირანაშვილი დღეს არის მძევალი ხვედელიანის, მერაბიშვილის, ლეგაშვილის და მთელი ამ ბანდის, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე მთლიანად აკონტროლებდა იმ რეგიონს. გავრცელებული ინფორმაციით გოჩა ჯეირანაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, ასევე ყოფილი მოადგილის ამირან მესხელის ახლო მეგობარია. მოსამართლის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, იგი 2004 წელს ახალციხის პოლიციის რაიონული განყოფილების არასრულწლოვანთა ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა. ადგილობრივები ჯეირანაშვილის წარმატებულ კარიერას მერაბიშვილის მოადგილესთან ნაცნობობას უკავშირებენ. მოსამართლისა და წამებაში მხილებული 5 პოლიციელის წინააღმდეგ აქციები ახალციხესა და ბორჯომში ხვალ ისევ განახლდება.